ენერგეტიკულები არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი. გაგვიმართოს. ნახოთ გემო. კარლებს კი ოქროს. ანუ რედიბულია. რაღაცნაირი სუნი აქვს. ეს არის დოპამინი. რაღაცა კარგად გაიხსნა. ყველა ერთნაირია. მე რას დაყვარლობა? დაუწერ 10. ხოდა! ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა ისე მინდოდა ხალისენის დაწყება. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს YouTube გადაცემა, რომელიც შეეხება ენერგეტიკულების დაგემოვნებას. ოღონდ ეს იქნება განსაკუთრებული პირობით. ჩვენ არ გვეცოდინება რომელ ენერგეტიკულ სასმელს სინჯობთ და უნდა შევაფასოთ მაგის მიხედვით. ჩემთან ერთად არის განსაკუთრებული მოწვეული სტუმარი ირაკლი, რომელიც ამ საკითხში დამეხმარება. ჩვენ გვაქვს ფურცლები, რომელზეც ჩავიწერთ ქულებს. ჩემ პროდიუსერი დაგვეხმარება ყველაფერში. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. ერთ-ერთი ტყვა გითხარი შენზე რა სტარტა. მე რა სტარტა ენერგეტიკულებში ავარ ექსპერტი. ცდებით დღეს რომ ვიყოთ ობიექტურები. ხო, გემონური თვისებებით შევაფასებთ. ნამდვილად. ჩვენ უბრალოდ მომხმარებლის დონეზე შევაფასებთ რა მოგვეწონება და რა. რამდენი ენერგეტიკული? 10 ენერგეტიკული, რომელსაც იხილავთ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი, დიახ. აღნიშნოთ რომ არის ახალი ბაზარზე და ისინიც უნდა შევაფასოთ. კაკოს ენერგეტიკული დიახ, ეს დოპამინი, როგორც ვიცი, ბორჯომისაც. არა, კაკო ყველაზე ახალი არის. კი, ბატონო. 25 თუ არ გასინჯული. კი, გასინჯული გვაქვს ნამდვილად, მაგრამ ეხა ბლაინდ ტესტიც უნდა გაიაროს. ბლაინდ ტესტი ისეთია რა, გასინჯულზე ახალი რო იყო რაღაც. კი ბატონო. თან კარგი იყო და თან კრიტიკული. ხო, და ნახოთ ეხა როგორ შეფასებას დაიმსახურებს. მაგრამ კაკოსი რო იყო, კაი იყო რა. და ჩვენ ხარს უჭერთ, ჩვენი საყვარელი იუთუბერის დამოწყვეტად, ამიტომ ხარში დაუდგებით. თქმა უნდა, მეგობრებო, ენერგეტიკულები არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი, თუ მოვიხმართ ამას ძალიან ზედოზირებულად. თუ არა და ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და 1000 ერთხელ ვაძლევთ უფლებას თავს რომ დავლიოთ მსგავსი სახის სასმელები. ამიტომ ბავშვებმა და ორსულლებმა ეს ჩელენჯი არ გაიმეოროთ. ჩაცებულია მეგატექნიკაში. ყველა წინასწარ არის ჩაცებული. ესე რა თქვა. ჩაცებულია მეგატექნიკაში ნაყიდი LG-ის მოცივარში. რა თქმა უნდა. ჩვენი სპონსორი არ არის LG, არც მეგატექნიკა. ხო. რა ფერი განსხვავდება იმე? ფერი. ჩიქაში რა სპონსორიულობსო? შენ? ალბათ მე. არა, გაგვიმართოს. გაგვიმართოს. თითქოს. გემოვიცანი თითქოს? კი არა და. მოდი რა ვქნათ, ისე თან შევაფასო და თან თუ გინდა თქვათ რა გგონია. გინდა? თქვათ რა პრობლემაა? ხო, ჩვენ ამიც. გენა არ მაქვს, მაგრამ ალბათ XL-ი. თანაცნობი გემოა, გოდნა ტკბილია. და ამიტომ გონია გორიო. გუწერდი. მაგდენი რო დალიო, ალბათ გადაცემის ფულს გული დაკართხო. ან ცუდი არ არის ჩემთვის რა, მომწონს. არა, ცუდი არ არის, მეც მომწონს, ხო და. მოდი, რადგან პირველია ძალიან არ გავიჭეჭიგებ და 800 დავუწერ. რამდენი იმანია არის? 10 ბალიანი სისტემა. 10 ბალიანი. 800 დავუწერ მე ალბათ. აი, 7. გაგვიმარჯოს. ხო შევაფასო მეღვინები რო. ერთი სათვალე მომიტანე ჩემი. ჯერ სუნით რო აუ სუნით ამავიტყლა პირველად. აუ რომ ეს არა აქტორი. არა, ხუდაათი თეთრი სუნით. მე პირველი. რა ვიცი ხო რა, ეგეთი სუნით. ნახოთ გემო. ჩემი არა ეს იაფასიანის ჩემი. ყემალი. ხევადი, გაცილებით. აი ტკბილი რაღაცნაირი მარტივი. რა ტკბილი მჟავია ჩემ. უფრო ან ნახე სიმჟავეს დავუწერ მაგრამ. კაი, გეხოცე წინაზე მჟავი არ არის. 8 და 5 დავუწერ მე. მეტყვი ამას წინაზე მეტად მომეწონა. რა, უწერ ამას დავუწერ. თეთო. როგორი მკაცრია. ნომერი 1 მგონია ეს. მეც ალბათ ეგ. გულია და არა. აუ ფერი უფრო ღია ვიდრე წინები ხო? კარლებს კი ოქროს. იმედა რა აი ბაჭაღლო ნამდვილი. ჩემიაზე, ანუ ჩიფსი რო ვჭამე მაგიტო თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ სრულიად სხვა გემო აქვს. ამ ორზე ნაკლებად მომწონს. ან რედიბულია. ან რედიბულია. ან რედიბულია. რედიბული. ან ბუმი. აღუაღოს მაინც თქვი. ჩემთვის ყველა მაინც. ეგ იცი რას ნიშნავს, რომ ან რედიბული ან ბუმი როგორია, რომ ყველა ერთი ნაგავია რა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ესეა, ოდიში, მაგრამ. მას დავუწერ 7.5-ს.
მე არა ვარ ძალიან კაცრი რა მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენთვის მართლა ძალიან მცირედი განსხვავებებია. მე უწერ 800. Red Bull. მე აზრი არა ვარ რაბულია. აუ XL რო გამახსენდა. XL ხო რა. კაი, იყოს მაშინ მე ვიტყვი Red Bull-ს, კაი. რა თქმა უნდა. ვაა, ნახე როგორ გართულდა ლუდისფერი მოვიდა. გაუფილტრავე ლუდი მოგვიტანა. რაღაცნაირი სუნი აქ. ხო, რაღაც ისე. Mint. იატას მოვიდა. ბიჭო, აი ისეთია რომ იშვიათად ანუ ზოგადად ამებს მე მგონი საერთოდ არ დაგვილევია. ხო, ამებს იშვიათად ზოგადად, მაგრამ მე მგონი ეს არის Gorilla X-ი, იცი რატო, წვანე რაღაცა ეხატა და შეიძლება რამე გემოა. არა, Gorilla-ს წვანე რაღაც რო ატერია კლასიკია. კაბისა ხო არ არის? კაბისა არის. მოდი ბარნის ვიტყვი რა. ბუღა იყოს რა. მე ბუღა მოდი. სასიკვდილო ნომერს ვასრულებ მე და ირაკლი. ხო, რა უნდა დააგვიცევი. დეწვი კი არა ეს. ამ წვანე ხალხად რო გადავიქცევი ამას. სკალ რა არის? მე პატიცალი ამერიკაში. ეს რაღაცა კოწახური კი არა და ლიმნის ფერია. ნუ რა, სად სტალინის დროს ეს ესენციას უნდა გავიაროთ მაგის დედაული. ეს არის დოპამინი. დოპამინი? ბავშვი. იმიტომ რომ ძალიან რთულია დოპამინი და ბუმი გაარჩიო და ჩეკაში ხო კი მოაკვართო ამებს. მე მგონი დოპამინი მგონია. ვიქნები სუბიექტური და დავწერა 10. 8 და 7 დაუწერ ამას. მე ამას დავლევდი. მოდი არ არის. 7 დაუწერ. აჰ, რატო არ გვეტყვი წინასწარ შეფასებები? 7 და. რადგან ეგეთი დარწმუნებული ხარ რომ არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე არ უნდა მენდო ეგეთ საკითხებში, მაგრამ თითქოს ნაცნობი გემო აქვს, რაც ეხა გამისინჯავს, მაგრამ მასე ყველა მეცნობა ხონდა. დოპამინი მე. აი, დოპამინი. ეს ჩვენი პროდიუსერიც ისეთია, ვერ შეატყობს ახეთ ეს სწორს ვამბობ და არა სწორს ვამბობ. შეატყობ. შეიძლება ელემენტარული ახალი წამოწყება გვაქვს და რაღაცა დაგვეხმაროთ და ის თვალით იქნება, რომ ეძა და ეს არის. რა ვიცი, מחარას რო კარნახობენ ხოლმე, ანუ მე რა ვიცი, რა מחარაზე რითი ვართ ნაკლებები ერთი რა. ო, რაღაცა კარგად გაიხსნა, ბევრი გაზი აქვს. მე ვაფასებ გაზებს. ო, მე იცი რა სასმელებში ოღონდ. კაი, მოდი ამას დავწერ 6 და დავწერო ეს არის ყველა ერთნაირია. ბარნი. ყველა კაცი როგორც ენერგეტიკული ერთნაირია. ბოდიში ბაბაკაცებს წარმოადგენელია წყინა. ბუმს დავწერ მე რა ბუმია. მე ბარნი მგონი. ავარტყითქო. ვაიმე, ნიტა რომელი ორივეს ერთნაირად გვაქვს გამოცნობილი თუ? ოი, დოპამინი გამოვიხარი. კაკო, შენ მაინც გითხარი რომელია დოპამინი? ვაუ, რა კარგი შემოაგდე. პარფიუმერის სუნი აქვს. პუდრის კი არა, კევის სუნი, ბაბულის სუნი. ვაიმე, რას დაყვარლობა? არი, ამას დაუწერ 10. არა. მაგარი რა, ჩემთვის რაღაცნაირი საყვარელი გემო აქვს. ცხრიანი და არის კაბისა. მე მგონი ეს ბორჯომია. მე მგონი. ო, ეს ბორჯომი ვაფშე არის. მომეწონა, ჯერ ხულას დაუწერ, 900 დაუწერ ამას. მოდი ჩვენ იმას დავარქვათ, ჩვენ პროდიუსერს დავარქვათ სახელი. თამაზი. თვითონ ლათი აქ არის მოდი. თამაზი. მართალი ხარ თამაზის გაუმარჯოს. ისევ ის სუნი მოვიდა, ანუ ერთადერთი იყო ის წინა განსხვავებული სუნი, დანარჩენი თითქმის ერთ სუნში გადის. ხო, მე 8 დაუწერ და Red Bull-ია. მე Gorilla-ს ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი როგორია Gorilla. უწერ ამას რაღაცა ვერა 7. აუ, ეგ არის ბუმია ეს. ეს არის ბუმი? ბუმია. ბუღა? ბუღა არც ერთი არ მიწერია, მოდი ბუღას დავწერ. 6 და ის არის ეს. 8 იყოს, იმიტომ რომ იმასთან შედარებით მომეწონა. ბუღა. ბუმი. მე კაბისა მე დამჩა ისა, რა ქვია, ბორჯომი. კაბის აღარ შევცვი რა. ეხა გადასვლას აზრი არ აქვს რა ბორჯომი დამჩა და ბორჯომი. კაი, 7 და ბორჯომი. ამასაც 800 დაუწერ წინასთან ანუ თითქოს ერთი და იგივე იყო ჩემთვის. დაიცა შენ გითხარი ახლა რა გამოვიცანი? პირველი რა იყო? რა? ხოდა? დოპამინი გამოვიცანით? ვაიმე. 7 დაუწერე მე დოპამინი. მე 8 და 7 დავუწერე. მე 7-ს დაუწერე, მე ყველაზე მაგალი ქულა და
გორილა ყოფილა. გორილა იყო. მე გორილას ჰქონდა რაღაცა ბაბულგამის ისა. კი. ვიდეოში გამოიცეთ ერთადერთი ის დოპამინი მეხადავები. კაკო დაგვასპონსორე რა, იმიტომ რომ შენ 10 სასმელი და მხოლოდ შენ გამოვიცანით. აი მე ჩუქი რამდენი დაწერს ახლა რო ისო სპეციალურად. არა ღმერთო, ანუ ჩემი აზრით რავია ხარა. გავართ აქ კაფერისტები. ყველაზე მაღალი ქულა მიიღო გორილამ. ჩემიდანაც და ჩემი 9 ქულა. მერე არის დოპამინი 8 და 7. ხოდე. ანუ ეს მაღარასი რა არის? არია რომ ერთადერთი გამოვიწაი და ისიც დოპამინი. არა. მოდი ახლა ვთქვათ, აი თუნდაც ტოპ 3 თქვი, ან პირველზე ვინ გავიდა, ან მინიმუმ მეორეზე. კაი, ჩემი ტოპ 3 გამოვლინდა ასე. ჯერ პირველ ადგილას გორილა, მერე დოპამინი და 8 და 5 დაუწერე ნომერ პირველს. რა ვქნეს? მომწონს რა ეს იაფასიანი გემოები. მე დაუწერე გორილას, მერე იყო კაბისა, კაბისას და ბარნის გონიათ ერთი და იგივე ქულები ჩემთან რა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთადერთი ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ცოტა ნაკლები უნდა ყოფილიყო რომ რაღაცა. გულმა დაგვარტყა. რა გულმა არ დაგვარტყას, მაინც გირჩევთ რომ ამ რაოდენობით არ მიიღოთ. ჩვენ ვაგებთ ჩვენს თავზე, პასუხს თქვენზე ვერ ვაგებთ. ეგეთი რჩევები ან რამდენი გინდათ მიიღეთ ან მიიღეთ და რა ვიყავი. ამას არ დაგავიწყოთ ჩემი არხის გამოწერა. თუ მოგეწონებათ, მე არ გაძალებ, თუ არ მოგეწონებათ, არ გამოიწეროთ. თუ ესეთი კონტენტი მოგწონთ, კიდევ გავაკეთებ ბევრს. ეხლა კიდევ მაქვს რაღაც იდეები, რაც უნდა დავაგემოვნო და შენ მგონია რომ კარგი ფეხი გექნება ჩემს არხზე და ხშირად დაუწერეთ ირაკლის გამხნევებებით. ფეხი მაქვს, რომელსაც ვწუნები ყველა ეხლა ამ ძირითადად უცხოურ არხებზე ვიყავ საქართველოში პირველად და პირველი ფეხი ჩემს არხზე შემოგიძო. მოდი მარჯვენა ჩუსტიკიც. მადლობა მეგობრებო, მე ძალიან მისიამოვნე შენ. კი, ძალიან კარგი იყო. ჭამაც რო იყო. აი, ჭამა უფრო ჩვენ ჭამა. აქტუალურ თემებს უნდა გადაგვეღო, იმიტომ რომ ეს არის აქტუალური ახლა ამ კვირაში. გან აქტუალური თემა იმიტომ იყო, რომ კაკომ გააკეთა თავისი ახალი ენერგეტიკული და ჩვენც რა თქმა უნდა როგორც YouTube-ის მოყვარულები ვუჭერთ მას მხარს და წარმატებებს უსურვებთ და დახვეწას რაც თავარია გემოებში და ხარისხში და ყველაფერში. ოღონდ ის არის. ახალ გემოებს ველოდები მე. კი ბატონო, მეც უშაქრო ვარიანტს აუცილებლად და კიდე სხვადასხვა არომატებს და აბა კარგად ვდანდებოდეთ კოცნით.